6 ივნისს ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის დროს გარდაცვლილი პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი დღეს ძეგლში სამხედრო პატივით დაკრძალეს. გარდაცვლილი ჯარისკაცი თანამებრძოლეებმა და ოჯახის წევრებმა სასაფლაომდე ფეხით მიაცილეს. დაკრძალვის ცერემონიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები და რიგითები, ასევე საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი იღებდა მონაწილეობას. პირველი კლასის რიგითის დაკრძალვის პროცესს ბოლომდე ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელი ზაზა ბერიძე. ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები დღეს საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაკრძალეს. ასე დროს ნამდვილად სიტყვები ვერ გადმოსცემ, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენი უფლები პირველი კლასის რიგით სულხანიშვილის ოჯახთან არის დღეს და ასევე იმ ოჯახებთან, რომლებიც გმირებს, მათ ოჯახის წევრებს ასაფლავებენ, მიაბარებენ ქართულ მიწას. რასაკვირველია, აუცილებლად უნდა იცოდნენ ამ ოჯახებმა, რომ ამ ადამიანების თავგანწირვა, ამ მოხალისეების თავგანწირვა არ იყო ფუჭი და რეალურად შედეგს გამოიღებს. ისინი დაიღუპნენ ტერორისტთა ბრძოლაში იმისთვის, რომ სამყარო იყოს უკეთესი. ჩვენ დღეს ამ სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად ვიზიარებთ ამ ოჯახის დიდ ტრაგედიას.